ჩვენ ვიმყოფებით ბაკურიანში, სადაც საქართველოს სხვა დანარჩენ ორ ლოკაციასთან ერთად, თბილისთან და ბათუმთან ერთად მასპინძლობს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ფესტივალში მონაწილეობდა 45 ქვეყნის 1200-მდე სპორტსმენი, 1000-მდე ოფიციალური პირი და 800-მდე მოხალისე. ამ ფესტივალს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის სპორტული მომავლისთვის. საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად აშენდა 3 შესანიშნავი საშეჯიბრო ობიექტი. ყირუნის არენები თბილისსა და ბათუმში და ულამაზესი ბიატლონის ტრასა ბაკურიანში. და რა თქმა უნდა, ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტის გუნდი ბატონი მამუკა ხაბარილის ხელმძღვანელობით ამ გუნდმა თავისი თავდაუზოგავი შრომით, მაღალი პროფესიონალიზმით და წარმოუდგენელი ერთიანობით განაპირობა ის, რომ ეს ფესტივალი აღიარებული იქნა საუკეთესოდ აქამდე ჩატარებულთა შორის. ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო 1 წლის წინ, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დააყენა კონკრეტული მოთხოვნები და სტანდარტები საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიმართ, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მოსამზადებელი სამუშაოები. ტენდერის მეშვეობით შეირჩა იტერა ჯგუფი, კომპანია, რომელიც შეასრულებდა ტექნოლოგიურ სამუშაოებს და უმასპინძლებდა ფესტივალს. მოსამზადებელი სამუშაოები მრავალი ეტაპისგან შედგებოდა, დაწყებული გეოგრაფიული ლოკაციების მოკვლევით, დამთავრებული ტექნოლოგიების შერჩევით და საინსტალაციო სამუშაოებით. ჩვენმა გუნდმა ღონისძიებისთვის შეარჩია სხვადასხვა ტექნოლოგიური მწარმოებლების გადაწყვეტები, კერძოდ Wi-Fi-ის მიმართულებით გამოვიყენეთ Cambium Networks-ის Wi-Fi უსადენო ინტერნეტის სტომის წერტილები და ასევე უზრუნველყავით მთელი ქსელის უსაფრთხოება, რომელიც დავფარეთ კომპანია Fortinet-ის firewall-ების საშუალებით. აპარატურა მიმუშავა ძალიან კარგად, ხარვეზების გარეშე, რასაც ასევე ცხადყოფს ის ფიდბექები, რაც მოგდიოდა ჩვენ მონაწილეთა მხრიდან. იტერა ჯგუფისგან მივიღეთ უმაღლესი დონის პროფესიონალური სერვისი და მხარდაჭერა მთელი ფესტივალის მსვლელობის დროს. მე როგორც IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ იტერა ჯგუფის მთელ გუნდს და მათ პროფესიონალიზმს და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის.